მოგესალმები ძვირფასო მეგობრებო. იმედი მაქვს, კარგ ხასიათზე გაიღვიძეთ და გაუზიარეთ ის ღმერთს იმ ლოცვებსა და თხოვნებთან ერთად, რაც გულში გქონდათ მისთვის. აი მეც ცოტა ხნის წინ რამდენიმე ისტორია ვიპოვე. მე ხომ ყოველთვის ვეძებ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას, რომელიც ჩემი აზრით თქვენ სულამდე ჩააღწევს და აგიხსნით თუ რატომ ვეწევი საქველმოქმედო საქმიანობას და არა სხვა რამეს. ხო, ბიზნესი ბევრია, ფულიც ყველგანაა, მაგრამ მე ფული არ მინდა. ეს უკვე გითხარით. 74 წლის ვარ, ყველაფერი მაქვს, ყველაფერი მქონდა, მაქვს და მექნება. მთავარია, უფალს ისე ვუყვარდე, როგორც დღეს. გეტყვით, რომ ყოველთვის ვეძებ თქვენთვის საინტერესო საინფორმაციო წყაროებს. ასე რომ ვიპოვე მოთხრობა და ახლა ტოლსტოის მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს. ვაღიარებ, რომ მისი ომი და მშვიდობა ვერ წავიკითხე, ამბობენ, რომ დიდებული ნაწარმოებია, მაგრამ გაწერილი ისტორიები არ მიყვარს. მომწონს პუშკინის გამონათქვამი, ზვნებით შეეხე ადამიანთა გულებს. აუცილებლად მოусმინეთ ჩემი ხმით წაკითხულ ამ ისტორიას ბოლომდე. ვფიქრობ, ეს უფრო ემოციური იქნება, ვიდრე იმ ადამიანისგან, რომელმაც ადრე წაიკითხა და ბევრ რამეს აღმოაჩენთ თქვენთვის. საოცრებებს, მთელ ღვთაებრივ სამყაროს. გისურვებ წარმატებებს. ქალაქში ცხოვრობდა ერთი მეწაღე, სახელად მარტინ ავდეიჩი. მას სარდაფში ერთი პატარა ოთახი ეკავა, რომელსაც ზემოთ ერთი ფანჯარა ჰქონდა. ფანჯარა ქუჩის მხარეს იყო და ჩანდა, როგორ გადაგამოდიოდა ხალხი. მართალია მხოლოდ ფეხები ჩანდა, მაგრამ მარტინ ავდეიჩი ხალხს ჩექმებით ცნობდა. დიდი ხანია ერთ ადგილას ცხოვრობდა მარტინ ავდეიჩი და ბევრი ნაცნობი ყავდა. უბანში იშვიათად თუ მოიძებნებოდა ჩექმა, რომელსაც ერთხელ ან ორჯერ მაინც არ გაევლო მის ხელში. ზოგიერთ ძირს აკერებდა, ზოგს საკერებელს ადებდა, შემდეგ ჯერჯერ კი ახალ პირს უკეთებდა. ხშირად ის ფანჯრიდან ხედავდა თავის ნამუშევარს. სამუშაო ბევრი ჰქონდა, რადგან საიმედოდ მუშაობდა ავდეიჩი. კარგ საქონელს აწვდიდა. ზედმეტს არ ითხოვდა და სიტყვას ასრულებდა. თუ შეეძლო საქმე დროულად დაესრულებინა, მოკიდებდა ხელს თუ არა და არ მოიტყუებოდა, წინდაწინ იტყოდა. ყველა იცნობდა ავდეიჩს და სამუშაო არასდროს აკლდა. ავდეიჩი ყოველთვის კარგი ადამიანი იყო, მაგრამ სიბერეში უფრო მეტად დაიწყო თავის სულსა და ღმერთთან დაახლოებაზე ფიქრი. როცა მარტინი ჯერ კიდევ ბატონთან ცხოვრობდა, ცოლი გარდაეცვალა. მხოლოდ ერთი ბიჭი დარჩა, 3 წლის. შვილები მათთან არ ცხოვრობდნენ. თავიდან მარტინს შვილის სოფელში გაგზავნა უნდოდა თავის დასთან, მაგრამ მერე შეეცოდა და იფიქრა, გაუჭირდება ჩემს კაპიტოშკას უცხო ოჯახში გაზრდა. დავტოვებ ჩემთან. ამიტომ წავიდა ავდეიჩი ბატონისგან და შვილთან ერთად ქირით დაიწყო ცხოვრება. მაგრამ არ გაუმართლა ღმერთმა ავდეიჩს შვილებში. ისიც იყო წამოიზარდა ბიჭი, მამის დახმარება დაიწყო, რათა მისი ცქერით გული გაეხარებინა მამას. რაღაც დაავადება შეეყარა კაპიტოშკას, ლოგინად ჩავარდა, ერთი კვირა ციებ-ცხელებით დაიტანჯა და სული დალია. დამარხა მარტინმა შვილი და სასოწარკვეთილებას მიეცა. ისეთი სასოწარკვეთილი იყო, რომ ღმერთს ეწოწონი დაიწყო. მარტინი ისეთ მასევდამ შეიპყრო, რომ ბევრჯერ შეევედრა ღმერთს მოეკლა და საყვედურობდა, რომ ის მოხუცი კი არა, მისი საყვარელი ერთადერთი ვაჟი წაიყვანა თავისთან. ავდეიჩმა ეკლესიაში სიორულიც კი შეწყვიტა და ერთ დღეს სამებიდან ჩამოსული მოხუცი თანამემამულე ეწვია ავდეიჩს. უკვე 8 წელი იყო, რაც მოგზაურობდა. გამოელაპარაკა ავდეიჩი და მასთან თავის უბედურებაზე დაიწყო წუწუნი. სიცოცხლეც კი აღარ მინდა უთხრა მან, ღვთისკაცო, მხოლოდ სიკვდილი მინდა. ღმერთს ერთ რამეს თხოვ, უიმედო კაცი ვარ ახლა. მიუგო მას მოხუცმა, არასწორად ლაპარაკობ მარტინ. ჩვენ არ უნდა გამსაჯოთ ღვთის საქმეები. უნდა იყოს არა ჩვენი გონებით, არამედ ღვთის განკითხვით. ღმერთმა შენ შვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, შენ კი ცოცხალი დაგტოვა. ესე იგი ასე ჯობია. სასოწარკვეთილი კი იმიტომ ხარ, რომ საკუთარი სიხარულისთვის გინდა სიცოცხლე. მაშინ რისთვის უნდა ვიცოცხლო, კითხა მარტინმა. მოხუცმა კი უპასუხა. ღმერთისთვის უნდა იცოცხლო მარტინ. ის სიცოცხლეს გაძლევს და მისთვის უნდა იცოცხლო. როცა მისთვის დაიწყებ ცხოვრებას, არაფერზე აღარ იდარდებ და ყველაფერი იოლი მოგეჩვენება.
დადუმდა მარტინი, შემდეგ კი იხითხა. მაგრამ როგორ ვიცხოვრო ღმერთისთვის? მოხუცმა მიუგო. თუ როგორ ვიცხოვროთ ღმერთისთვის, ქრისტემ გვარჩვენა. წერა-კითხვა იცი? იყიდე სახარება და წაიკითხე. იქიდან გაიგებ როგორ იცხოვრო ღვთისთვის. იქ ყველაფერი ახსნილია. გულში ჩაუვარდა ეს სიტყვები ავდეიჯს. იმავე დღეს გავიდა იყიდა ახალი აღთქმა, დიდი შრიფტით და კითხვა დაიწყო. მხოლოდ დღესასწაულებზე უნდოდა სახარების კითხვა ავდეიჯს, მაგრამ შეუდგა თუ არა კითხვას იმდენად კარგად იგრძნო თავი, რომ ყოველდღე დაიწყო კითხვა. ზოგჯერ იმდენად შეიყოლიებდა კითხვა, რომ ლამპაში ნავთი ილეოდა. ის კი წიგნს თავს ვერ ანებებდა. ასე დაიწყო ავდეიჯმა ყოველ საღამოს კითხვა. რაც მეც კითხულობდა, მით უკეთესმოდა რა სურდა ღმერთს მისგან და როგორ უნდა ეცხოვრა ღვთისთვის. და სულ უფრო და უფრო ეშვებოდა გულზე. ადრე დასაძინებლად რომ წვებოდა, სულ კაპიტოშკაზე ფიქრობდა, ახლა კი მხოლოდ ჩაიდუდუნებდა. დიდება შენ და დიდება უფალო. იყოს ნება შენი. იმ დროიდან ავდეიჯის ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. იყო დრო, რომ დღესასწაულებზე ტრაქტირში შედიოდა ჩაის დასალევად და არაღზეც არ ამბობდა უარს. ნაცნობთან ერთად დალევდა და იმის მიუხედავად, რომ ნასვამი არ იყო, ტრაქტირიდან გამოსვლისას უაზროდ ლაპარაკობდა. დაუყვირებდა ვინმეს და ცილსაც დასწამებდა. ახლა ეს ყველაფერი მოიშორა. მისი ცხოვრება მშვიდი და სიხარულით სავსე გახდა. დილიდანვე მიუჯდებოდა სამუშაოს, იმუშავებდა დადგენილ დროს, ჩამოხსნიდა ლამპას კაუჭიდან, დადგამდა მაგიდაზე, თაროდან ჩამოიღებდა წიგნს, გადაშლიდა და წასახიდად მიუჯდებოდა. და რაც უფრო მეც კითხულობდა, მით მეტი ესმოდა და მით მეტად უნათდებოდა და უმხიარულდებოდა გული. ერთხელ გვიანობამდე შეხვა მარტინი კითხვას, ის ლუკას სახარებას კითხულობდა. წაიკითხა მეექვსე თავიდან შემდეგი მუხლები, ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე, ვინც სამოსელი წაგართვას, მოსასხამსაც ნუ დაუჭერ. ყველას, ვინც მოგთხოვს, მიეცი და ვინც გამოგართმევს, უკან უღარ მოსთხოვ. როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოეკეცით მათ. განაგრძო მან იმ მუხლების კითხვა, სადაც უფალი ამბობს. რატომ მიწოდებთ უფალო, უფალო? და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით. ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტყვებს ისმენს და მათ ასრულებს. გიჩვენებთ, ვისაც აღგავს. იგი გავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც მოთხარა, ჩააღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას მდინარე ეკვეთა იმ სახლს და ძვრა ვერ უყო. ვინაიდან კარგად იყო ნაშენი. ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი გავს კაცს, რომელმაც სახლი ააშენა მიწაზე, უსაძირკვლოდ, და როცა მდინარე ეკვეთა, უმალ დაინგრა და ძალზე დიდი იყო იმ სახლის ჩამოქცევა. წაიკითხა ავდეიჯმა ეს სიტყვები და გული სიხარულით აივსო. მოიხსნა სათვალე, დადო წიგნზე, იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და ჩაფიქრდა. დაიწყო მან ამ სიტყვების თავის ცხოვრებასთან მისადაგება. ფიქრობს თავისთვის, ჩემი სახლი კლდეზეა თუ ქვიშაზე? კარგია, როგორც კლდეზე, რაღაცნაირად ადვილია, როცა მარტოზე ხარ, გონია, ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც ღმერთი ბრძანებს, მაგრამ ყურადღებას გადაიდან თუ არა, ისევ შესწოდავ. მაინც გაუძლებ. ეს ისეთი კარგია, უფალო შემეწიე. გაიფიქრა ასე და დასაძინებლად წასვლა უნდოდა, მაგრამ წიგნს ვერ წყდებოდა. მეშვიდე თავის კითხვაც დაიწყო. წაიკითხა ასის თავზე, წაიკითხა ქვრივის ძის ამბავი, წაიკითხა იოანეს მოწაფეებისთვის გაცემულ პასუხზე და მივიდა იმ ადგილამდე, სადაც მდიდარმა ფარისეველმა უფალი სტუმრად მიიწვია და წაიკითხა, თუ როგორ სცხო ცოდილმა ქალმა ფეხებზე ნელსაცხებელი, როგორ დაბანა თავისი ცრემლებით და როგორ გაამართლა ის უფალმა. მიაღწია 44 მუხლამდე და დაიწყო კითხვა. მიბრუნდა დედაკაცისკენ და სიმონს უთხრა, ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენ სახლში შემოვედი და წყალი არ მომეცი ფერხთათვის. ამან კი ცრემლით დამისველა ფერხნი და თავისი თმებით შემიხოცა. შენ არ გიკოცნია ჩემთვის. ამას კი, რაც აქ შემოვიდა, არ შეუწყვეტია ჩემს ფერხთა კოცნა. შენ ზეთი არ გიცხია ჩემს თავზე. ამან კი ნელსაცხებელის ცხო ჩემს ფერხთ. და ისევ მოიხსნა ავდეიჯმა სათვალე. დადო წიგნზე და ისევ ჩაფიქრდა.
ის ფარისეველი აშკარად ჩემსავით იყო. მეც მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი. როგორმე ჩაიდამელია, სითბოში და კომფორტში ვყოფილიყავი, ნაცვლად იმისა, რომ სტუმარზე მეფიქრა. საკუთარ თავზე ვფიქრობდი, სტუმარი არც კი მედარდებოდა. სტუმარი კი ვინ არის? თავად უფალი. ჩემთან რომ მოსულიყო, განა მეც ასე მოვიქცეოდი, ორივე ხელზე დაეღრნო ავდეიჩი და ვერც კი მიხვდა ისე ჩასთვლიმა. მარტინ უეცრად ყურთან ვიღაცის უნთქვა ჩაესმა. მარტინმა ნახევრად მძინარემ წამოიძახა. ვინ არის აქ? შებრუნდა და კარისკენ გაიხედა. არავინაა. ისევ ჩასთვლიმა, უეცრად ნათლად გაიგონა. მარტინ, ხვალ ქუჩისკენ იყურე, მოვალ. მარტინი გონს მოეგო, სკამიდან წამოდგა და თვალები მოიფშნიდა. თვითონაც არ იცოდა სიზმარში ჩაესმა თუ არა ეს სიტყვები. ლამპა ჩააქრო და დასაძინებლად დაწვა. მეორე დილით გათენებამდე ავდეიჩი ადგა, ილოცა, ღუმელი დაანთო, კომბოსტოს წვნიანი და ფაფა დაადგა. სამოვარი გააჩაღა, წინსაფარი გაიკეთა და ფანჯარასთან დაჯდა სამუშაოდ. ზის ავდეიჩი მუშაობს და სულ გუშინდელზე ფიქრობს. ორნაირად ფიქრობს. ხან ფიქრობს, რომ მოეჩვენა, ხან კი ფიქრობს, რომ მართლა მოესმა ხმა. რა სიზამ გაიფიქრა მან? ასეც ხდება. ზის მარტინი ფანჯარასთან და იმდენად არ მუშაობს, რამდენადაც ფანჯარაში იყურება. როგორც კი ვინმე უცნობ ჩექმებში გაივლის, ფანჯარაშიც კი ყოფს თავს, რომ მხოლოდ ფეხებზე კი არა, სახეც დაინახოს. გაიარა მეეზოვემ ახალი თექის ჩექმებით. გაიარა წყლის მზიდავმაც, შემდეგ ფანჯარას გაუსწორდა ნიკოლოზის დროინდელი მოხუცი ჯარისკაცი, ძველი დაკემსილი თექის ჩექმებით და ნიჩბით ხელში. ავდეიჩმა იცნო იგი, მოხუცს სტეპანიჩი ერქვა და მეზობელ ვაჭართან ცხოვრობდა სამადლოდ. მას მეეზოვის დახმარება ევალებოდა. სტეპანიჩმა თოვლის წმენდა დაიწყო. შეხედა მას ავდეიჩმა და ისევ სამუშაოს მიუბრუნდა. ნახე, გავგიჟდი ალბათ სიბერისგან, საკუთარ თავზე გაეცინა ავდეიჩს. სტეპანიჩი თოვლის წმენს და მე კიდევ მგონია, რომ ქრისტე მოდის ჩემთან. სულ გამოვჩერჩეთდი ეს ბებერი. 10-მდე ნაკერი გააკეთა ავდეიჩმა და ისევ ფანჯრისკენ მიუწევდა გული. გაიხედა ისევ ფანჯრიდან და დაინახა, როგორ მიაყრდნო სტეპანიჩმა ნიჩაბი კედელს. თვითონ კი ან თბება, ან ისვენებს. კაცი მოხუცია, როგორ ჩანს, მოტეხილია უკვე და თოვლის ნიჩბით გაწმენდის ძალაც კი არ შესწევს. ავდეიჩმა გაიფიქრა, იქნებ ჩაიდავალევინო, მით უმეტეს, რომ სამოვარი უკვე გაქცევაზე იყო. ავდეიჩმა სადგისი ჩაარჭო, წამოდგა, სამოვარი მაგიდაზე დადგა, ჩაი დაასხა და შუშაზე თითით მიაკაკუნა. სტეპანიჩი შემოbrunდა და ფანჯარასთან მივიდა. ავდეიჩმა ანიშნა, შემოდიო და კარის გასაღებად წავიდა. შემოდი, გათმი, უთხრა მან. ღმერთმა გიშველოს, ისედაც ძვლებში მამტრევს, თქვა სტეპანიჩმა. სტეპანიჩი შევიდა, თოვლი ჩამოიფერთხა და ფეხების გაწმენდა დაიწყო, რომ იატაკზე კვალი არ დაეტოვებინა, მაგრამ აქეთ-იქით ქანაობდა. ნუ წუხდები გაწმენდით, მე მომამშრალებ, ეს ჩვენი საქმეა, შემოდი და დაჯექი, უთხრა ავდეიჩმა. აი, ჩაი მიირთვი. ავდეიჩმა ორი ჭიქა დაასხა და ერთი სტუმრისკენ გასწია. შემდეგ თავისი ჩაი ლამბაქზე გადმოასხა და სული შებერვა დაუწყო. სტეპანიჩმა დალია თავისი ჩაი, გადმოუბრუნა ჭიქა, ზემოდან ნახრავი დაადო და მადლობის გადახდა დაუწყო, მაგრამ ეთყობა კიდევ უნდოდა. კიდევ მიირთვი, უთხრა ავდეიჩმა და კიდევ თითო ჭიქა დაასხა თავისთვის და სტუმრისთვის. სვამს ავდეიჩი ჩაის და თან დროდადრო ქუჩას გახურებს. ელოდები ვინმეს? კითხა სტუმარმა. ველოდები ვინმეს? თქმისაც კი მრცხვენია ვის ველოდები. ველოდები, არ ველოდები, მაგრამ ერთი სიტყვა ჩამრჩა გულში. თვითონაც არ ვიცი, ხედავ ჩემო ძმაო, გუშინ სახარებას ვკითხულობდი ქრისტე უფალზე. როგორ იტანჯებოდა, როგორ დადიოდა დედამიწაზე. ქსმენია, რასაც ვამბობ. სმენია, მიუგო სტეპანიჩმა, მაგრამ ჩვენ უმეცრები ვართ, წერა-კითხვა არ ვიცით. მოკლედ, წავიკითხე, როგორ დადიოდა ის დედამიწაზე. ვკითხულობდი, როგორ მივიდა ფარისეველთან და როგორ არ დახვდა მას ფარისეველი სტუმარ მოყვარულად. და აი ზუსტად ამის შესახებ ვკითხულობდი, ჩემო ძმაო, გუშინ და გავიფიქრე, როგორ არ მიიღო მან ქრისტე უფალი სადანადო პატივისცემით. მაგალითად, ეს რომ ჩემს თავს ან სხვის თავს მომხდარიყო, არც კი ვიცი როგორ მივიღებდი. მან კი მიღებაც არ მოუწყო. აი ასე ვფიქრობდი და ჩამეძინა, ჩემო ძმაო და ჩამესმა, რომ ვიღაც სახელით მიხმობდა. წამოვდექი. ისეთი ხმაა, თითქოს ჩურჩულებს ვიღაც. მელოდეო მეუბნება. ხვალ მოვალო. ორჯერ მითხრა. აი გჯერა ჩემი. ჩამრჩა ეს სიტყვები. საკუთარ თავსაც ვსაყვედურობ, მაგრამ მაინც ველოდები მას. უფალს. სტეპანიჩმა თავი გააკნია და არაფერი თქვა.
ჭიქა ბოლომდე დაცალა და გვერდულად დადო. მაგრამ ავდეიჩმა ისევ აიღო და ჩაი დაუსხა. მიერთვით გემრიელად. მეც იმას ვამბობ, როცა ის უფალი დედამიწაზე დადიოდა, უბრალო ხალხთან უფრო ბევრს ურთიერთობდა. ის ყოველთვის უბრალო ხალხში დადიოდა და სულ უფრო მეც მოწაფეს იზიდავდა ჩვენი ძმებისგან, ჩვენნაირი ცოდვილებისგან, მუშათა კლასიდან. ვინც თავს აიმაღლებს, ის ამბობს დამდამბლებაო და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდებაო. თქვენ მე უფალს მიწოდებთო, მე კი ამბობს ის, ფეხებს დაგმანთო, ვისაც პირველობა სურსო ამბობს ის, ყველას მსახური იქნებაო. რადგან როგორც ის ამბობს, ნეტარ არიან ღარიბები, თამდაბლები, თვინიერები, მოწყალენი. დაავიწყდა სტეპანიჩს თავისი ჩაი. მოხუცი კაცი იყო და მალე უცრალმლიანდებოდა თვალები. ზის უსმენს და სახეზე ცრემლები ჩამოსდის. მიდი მიირთვი კიდევ, უთხრა ავდეიჩმა. მაგრამ სტეპანიჩმა პირჯვარი გადაიწერა, მადლობა გადაუხადა, ჭიქა გვერდზე გაწია და წამოდგა. გმადლობ, უთხრა მან. მარტინ ავდეიჩი გამიმასპინძლდი, სულის დამიკმაყოფილი და სხეულიც. არაფრის, სხვა დროსაც მოდი, მიხარია სტუმარი, უთხრა ავდეიჩმა. სტეპანიჩი წავიდა. მარტინმა კი ბოლო ჩაი ჩამოასხა, დალია ბოლომდე ჭურჭელი აალაგა და ისევ ფანჯარასთან ჩამოჯდა სამუშაოდ. ქუსლს აკერებს. აკერებს და თან სულ ფანჯრიდან იყურება. ელოდება ქრისტეს. სულ მასზე და მის საქმეებზე ფიქრობს. და თავში სულ ქრისტეს ყველანაირი ქადაგება უტრიალებს. ორმა ჯარისკაცმა გაიარა, ერთ სამხედრო ჩეკმა ეცვა, მეორეს კი თავისი. შემდეგ მეზობელის სახლის პატრონმა გაიარა გაპრიალებული კალოშებით, შემდეგ მეზობელმა კალათით. ყველამ გვერდზე ჩაუარა და ფანჯარას გაუსწორდა ქალი, რომელსაც შალის წინდები და სოფლური ფეხსაცმელი ეცვა. ის ფანჯარას გაცდა და მოფარებულში გაჩერდა. ავდეიჩმა ფანჯრიდან ახედა და დაინახა, ქალი გუცნობია, ცუდად ჩაცმული, ბავშვით ხელში, კედელთან დადგა, ზურგით ქარისკენ, ბავშვს ფუთავდა, მაგრამ არაფერი ჰქონდა შესაფუთი. ქალს ზაფხულის ტანსაცმელი ეცვა და თან ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ჩარჩოსიკიდან ავდეიჩმა ბავშვის ტირილი გაიგონა. ქალი მის დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ ვერაფრით აწყნარებდა. ავდეიჩი წამოდგა, გავიდა კარში, ავიდა კიბეებზე და დაუძახა. ჩემო კარგო, ჩემო კარგო. ქალმა გაიგონა და შემოbrunდა. რატომ დგახარ ასე სიცივეში ბავშვით? შემოდი ოთახში. სითბოში უფრო არ მოუფრთხილდები? აქ მოდი, აი. ქალი გაოცდა. ხედავს მოხუცი კაცი წინსაფრით, ცხვირზე სათვალით, თავისკენ უხმობს. ქალი გაჰყვა მას. ისინი კიბეზე ქვეშ ჩავიდნენ. ოთახში შევიდნენ და მოხუცმა ქალი საწოლთან მიიყვანა. აი აქეთ, უთხრა მან. დაჯექი ჩემო კარგო. ღუმელთან ახლოს გათმები და ბავშვსაც აჭმევ. რძე არ მაქვს, დილიდან მეც არაფერი მიჭამია, უთხრა ქალმა, მაგრამ მაინც მიიხუტა ბავშვი მკვერდზე. ავდეიჩმა თავი გააქნია, მაგიდასთან მივიდა, გამოიღო პური და პატარა ჯამი. ღუმელის კარი გააღო, ჯამში კომბოსტოს წვნიანი ჩაასხა. გამოიღო ქოთანი, რომელშიც ფაფა იყო. მხოლოდ კომბოსტოს წვნიანი დაასხა და მაგიდაზე დადგა. გამოიღო პური, კაუჭიდან ჩამოხსნა ჭურჭლის ტილო და მაგიდაზე დააფინა. დაჯექი, უთხრა მან. ჯამე ჩემო კარგო. ბავშვთან კი მე დავრჩები. მეც ხომ მყავდა შვილები. ვიცი როგორ მოუარო მათ. ქალმა პირჯვარი გადაიწერა, მაგიდასთან დაჯდა და ჭამა დაიწყო. ავდეიჩი კი ბავშვის გვერდით საწოლზე ჩამოჯდა. ავდეიჩი ტუჩებს აწრიპინებს, მაგრამ ცუდად გამოსდის, რადგან კბილები აღარ აქვს. ბავშვი კი ისევ გახივის. შემდეგ ავდეიჩმა მოიფიქრა, თითით შეეშინებინა ის. დაუქნევდა თითს პირთან ახლოს და შემდეგ წამოიღებდა ხელს. არ აძლევდა პირში ჩადების უფლებას, რადგან თითი შავი ჰქონდა, საცხით დასრილი. ბავშვი თითს მიაშტერდა და გაჩუმდა. შემდეგ კი სიცილი დაიწყო. ავდეიჩმაც გაიხარა. ქალი კი ჭამდა და თან ყვებოდა, ვინ იყო და საიდან მოდიოდა. ჯარისკაცის ცოლი ვარ, თქვა მან. ჩემი ქმარი 8 თვით შორს წაიყვანეს. მას შემდეგ მისგან არაფერი გვსმენია. ზარეულად მუშაობდი, შემდეგ ვიმშობიარე. ბავშვთან ერთად არ დამტოვეს. უკვე 3 თვეა უმუშევარი ვარ. ყველაფერი შემომეჭამა, რაც გამაჩნდა. ძიძობა მინდოდა, მაგრამ არ მიმიღეს. ვაჭრის ცოლთან ვიყავი, იქ ჩვენი პეპელა ცხოვრობს. შემბირდა რომ ამიყვანს, მეგონა არ ამიყვანდა, მაგრამ მიბრძანა, რომ შემდეგ კვირას მივიდე. შორს კი ცხოვრობს, ქანცი გამძრო და ეს სიყვარულიც დავტანჯე. მადლობა ღმერთს, ჩვენი დიასახლისი ღვთის გულისათვის გვაჩერებს ბინაში, თორემ არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებდი. ავდეიჩმა მოიხრა და კითხა. თბილი ტანსაცმელი არა გაქვს? ახლა ისეთი დროა, ჩემო კარგო, თბილი ტანსაცმელი საჭიროა. გუშინ ჩემი უკანასკნელი შალი 2 გრივნად დავაგირავე. ქალი საწოლთან მივიდა და ბავშვი აიყვანა.
ავდეიჩი კი წამოდგა, კედელთან მივიდა, გადაქექა და ძველი პალტოს გამოსაკრავი გამოიტანა. აჰა, უთხრა ქალს. მართალია ძველმანია, მაგრამ ბავშვის შესახვევად გამოგადგება. ქალმა ჯერ გამოსაკრავს შეხედა, შემდეგ მოხუცს. აიღო პალტოს გამოსაკრავი და ტირილი დაიწყო. ავდეიჩი შებრუნდა, საწოლის ქვეშ შეძრა. სკივრი გამოაცურა, ამოქექა და ისევ ქალის წინ დაჯდა. ქალმა უთხრა, ქრისტე შეგეწიოს, ბაბუა. ალბათ მან შენს ფანჯარასთან მომიყვანა. გარეთ რომ გამოვედი, თბილოდა. ახლა კი ნახე როგორ აცივდა. მან აღგზრა, მამა ჩემო. რომ ფანჯრიდან გამოგეხედა და შეგბრალებოდი, ასე გამწარებული. ავდეიჩმა გაიღიმა და თქვა, სწორედ მან აღგზრა. ტყუილად კი არ ვიყურებოდი ფანჯარაში, ჩემო კარგო. და უამბო მარტინმა ჯარისკაცის ცოლს თავისი სიზმარი, როგორ გაიგონა ხმა, რომ უფალმა აღუთქვა, იმ დღეს მივიდოდა მასთან. ყველაფერი შესაძლებელია, უთხრა ქალმა. წამოდგა, გამოსაკრავი გაშალა, ბავშვი გაახვია. თავი გაუკრა და ისევ მადლობა გადაუხადა ავდეიჩს. ქრისტეს გულისათვის აიღე, უთხრა ავდეიჩმა და 2 გრივნიანი მისცა. თავშალი გამოისყიდე. პირჯვარი გადაიწერა ქალმა. ავდეიჩმაც გადაიწერა პირჯვარი და ქალი გააცილა. ქალი წავიდა. ავდეიჩმა კომბოსტოსწუნიანი შეჭამა, აალაგა ჭურჭელი და ისევ სამუშაოდ დაჯდა. მუშაობს და თან ფანჯარა არ ავიწყდება. როგორც კი ჩრდილი დაეცემა ფანჯარას, მაშინვე იხედება, რომ ნახოს ვინ გაიარა. გაიარეს ნაცნობებმაც, უცნობებმაც, მაგრამ განსაკუთრებული არავინ ჩანდა. დაიხედავს ავდეიჩი, რომ სწორედ მისი ფანჯრის მოპირდაპირედ გაჩერდა მოხუცი ქალი, გამყიდველი. კალათა მოაქვს ვაშლი. როგორც ჩანს, ყველაფერი გაეყიდა, მხოლოდ ცოტაოდენი დარჩენოდა. მხარზე კი ნაფოტით სავსე ტომარა ჰქონდა გადაკიდებული, ალბათ სადღაც სამშენებლო მოედანზე წამოკრიფა და სახლში მიდიოდა. მაგრამ ეტყობოდა ემძიმა მხარზე ტომარა, მეორე მხარზე გადაიტანა. ტომარა ტროტუარზე ჩამოდო, ვაშლის კალათა დაბალ ბოძზე შედგა და ტომარაში ნაფოტების რყევა დაიწყო. სანამ ის ტომარას არყევდა, უცებ საიდანაც გამოჩნდა ბიჭი დახეული ქუდით. კალათაში ვაშლს ხელი დასტაცა და გაქცევას აპირებდა, მაგრამ მოხუცმა ქალმა შენიშნა, შებრუნდა და ბიჭს სახელოში წდა. ბიჭი თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ მოხუც ქალს ორივე ხელით ეჭირა. ქუდი მოაზრო და თმაში ჩაავლო ხელი. ბიჭი ყვიროდა, მოხუცი კი ლანძღავდა. ვერ მოასრო ავდეიჩმა, სადგისის გაყრა დააგდო იატაკზე და კარში გავარდა. კიბეზე სათვალეც კი დაუვარდა. გავარდა ავდეიჩი ქუჩაში. მოხუცი ქალი ბიჭს თმაში ეკაჩებოდა და ლანძღავდა. პოლიციაში საყვანა უნდოდა. ბიჭი ეწინააღმდეგებოდა და უარობდა, მე არ ამიღია, ამბობდა ის. რატომ ცემ გამიშვი? ავდეიჩმა მათი გაშორებას სცადა, ბიჭს ხელი ჩაავლო და უთხრა მოხუცს, გაუშვი ბებო, აპატიე ქრისტეს გულისათვის. ისევ აპატიებ, რომ არასდროს დაავიწყდება, პოლიციაში წავიყვან. ავდეიჩმა მოხუც ხალს ვედრება დაუწყო. გაუშვი ბებია, ეუბნებოდა, მეც აღარ იზამს. გაუშვი ქრისტეს გულისათვის. მოხუცმა ქალმა გაუშვა, ბიჭს გაქცევა უნდოდა, მაგრამ ავდეიჩმა შეეკავა. ბოდიში მოუხადე ბებიას, ეუბნებოდა ის ბიჭს. და ამის შემდეგ ასე აღარ მოიქცე. მე დავინახე როგორ აიღე. ბიჭმა ტირილი დაიწყო და პატიება ითხოვა. აი ასე, ახლა კი აი შენ ვაშლი. ავდეიჩმა აიღო ვაშლი და ბიჭს მისცა. მე გადავიხდი ბებო, უთხრა მან მოხუც ქალს. გააფუჭებ შენ ასე ამათ, უთხრა მოხუცმა ქალმა. ის ისე უნდა დაჯილდოვდეს, რომ ერთი კვირა საჯდომზე ვერ დაჯდეს. ეხ ბებო, ბებო, მიუგო ავდეიჩმა. ჩვენი გაგებით ასეა, მაგრამ არა ღვთის გაგებით. თუ ის ვაშლის გამო უნდა გაიროსგოს, მაშინ ჩვენ რა უნდა გვიყონ ჩვენი ცოდვების გამო? მოხუცი ქალი გაჩუმდა და უამბო ავდეიჩმა მას იგავი იმის შესახებ, თუ როგორ აპატია მიწის მესაკუთრემ ქირის გადამხდელს დიდი ვალი, მაგრამ ქირის გადამხდელი წავიდა და თავისი მოვალის დახშობა დაიწყო. მოусმინა მოხუცმა ქალმა, ბიჭის იდგა და უსმენდა. ღმერთმა დაგვავალა პატიება, თქვა ავდეიჩმა. თორემ ჩვენც არ გვეპატიება, ყველას უნდა ვაპატიოთ. უგუნური კი იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა. მოხუცმა ქალმა თავი გააქნია და ამოიოხრა. ეს კი ასეა, თქვა მოხუცმა ქალმა, მაგრამ ძალიან ბევრი მოინდომეს ამათ. ამიტომ ჩვენ მოხუცებმა უნდა ვასწავლოთ მათ, უთხრა ავდეიჩმა. მეც ასე ვამბობ, უთხრა მოხუცმა ქალმა. მე თვითონ 7 შვილი მყავდა.
ახლა მხოლოდ ერთი ქალიშვილი დამრჩა. და დაიწყო მოხუცმა ქალმა მოყოლა თუ სად და როგორ ცხოვრობს ქალიშვილთან ერთად და რამდენი შვილიშვილი ყავს. ხედავ, თქვა მან. თითქმის ძალა აღარ შემრჩა, მაგრამ მაინც მუშაობ. ბავშვები, ჩემი შვილიშვილები მეწოდებიან. თან ისეთი კარგი შვილიშვილები მყავს. არავინ ისე არასდროს მხდება როგორც ისინი. აქ ცოტა ისეთია, არავისთან არ მიდის, ჩემგან. ბებო, ძვირფასობებო, საყვარელო. და მოხუცი ხალი სრულიად გალღვა. გასაგებია, რომ ბავშვები არიან. ღმერთი იყოს მათთან, თქვა მოხუცმა ქალმა ბიჭზე. როგორც კი მოხუცი ხალი ტომრის მხარზე დადებას ავირებდა, ბიჭი მივარდა და უთხრა: მომეცი, მე წამოვიღე, ბებო, მეც იქით მოვდივარ. მოხუცმა ქალმა თავი გააქნია და ტომარა ბიჭს წამოჰყიდა. ისინი გვერდ-გვერდ მიდიოდნენ ქუჩაში. მოხუც ქალს დაავიწყდა ავდეიჩისთვის ვაშლის ფულის თხოვნა. ავდეიჩი იდგა და გახურებდა მათ. ესმოდა როგორ მიდიოდნენ და გაუჩერებლად რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. გააცილა ავდეიჩმა ისინი და თავის ოთახში დაბრუნდა. კიბეზე სათვალე იპოვა, არ დამდრეულიყო. აიღო სადგისი და ისევ სამუშაოს მიუჯდა. ცოტა ხანს იმუშავა, მაგრამ ძაბს ვეღარ აცმევდა. შემდეგ დაინახა, როგორ დაიწყო მეფარნე-მფარნების დანთება. როგორც ჩანს, ლამპა უნდა ავანთო, გაიფიქრა მან. ლამპა გამართა, ჩამოკიდა და ისევ საქმეს მიუბრუნდა. ერთი ჩექმა დაასრულა. მიაბრუნ-მოაბრუნა, შეხედა. კარგია. ხელსაწყოები დადო, ძაფი, ბოლოები და სადგისები მიალაგა, ლამპა ჩამოხსნა, მაგიდაზე დადგა და თაროდან სახარება ჩამოიღო. უნდა და წიგნი იმ ადგილას გადაეშალა, სადაც წინა დღეს მაროკოს ტყავის ნაჭერი ჰქონდა ჩადებული. მაგრამ ის სხვა ადგილას გადაიშალა. როგორც კი ავდეიჩმა სახარება გადაშალა, წინა ღამის სიზმარი გაახსენდა და როგორც კი გაახსენდა, უცებ რაღაც მოძრაობის ხმა ჩაესმა. თითქოს ვიღაც ნაბიჯებს დგამდა მის უკან. ავდეიჩმა მიმოიხედა და დაინახა, რომ ნამდვილად იდგა ხალხი ბნელ კუთხეში, მაგრამ ვერ გაარჩია ვინ იყვნენ. ყურში ვიღაცამ ჩაჩორჩულა. მარტინ, ვერ მიცანი? ვინ? მე. მიუგო ხმამ. ეს ხომ მე ვარ. და გამოვიდა ბნელი კუთხიდან სტეპანიჩი. გაუღიმა და ღრუბელივით გაიფანტა და გაქრა. ესეც მე ვარ, უთხრა ხმამ. და ბნელი კუთხიდან გამოვიდა ბავშვიანი ქალი, ქალმა გაუღიმა, ბავშვმა გაიცინა და ისინიც გაქრნენ. ესეც მე ვარ, უთხრა ხმამ. და გამოვიდნენ მოხუცი ქალი და ბიჭი ვაშლით ხელში. ორივემ გაუღიმა და ისინიც გაქრნენ. სიხარულით აივსო ავდეიჩის სული. პირჯვარი გადაიწერა, სათვალე გაიკეთა და სახარების კითხვა დაიწყო იქ, სადაც ის გადაიშალა. გვერდის დასაწყისში მან წაიკითხა: მშიოდა და საჭმელი მომეცი, მწყუროდა და სასმელი მომეცი. უცხო ვიყავი და მიმიღე. გვერდის ბოლოში კი წაიკითხა: რაც ერთს გაუკეთე, ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მეც გამიკეთე. მათე 25 თავი. და მიხვდა ავდეიჩი, რომ სიზმარმა არ მოატყუა, რომ მართლა მივიდა იმ დღეს მასთან მისი მხსნელი და მან მართლა მიიღო იგი.